მესტიისა და ზემო ეპარქიის განცხადება. გვსურს გამოვეხმაუროთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება არაბულ ინვესტიციებს. ქვეყნის მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის. იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ღვთისმშობლის განსაკუთრებული კურთხევა ერგო. ესაა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რაც ჩვენი ეროვნული თვითშეგნების უმაღლესი სულიერი საფუძველია. ღვთისმშობლის წილხვდომილობა ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ სახელმწიფო სივრცე კი არა, მადლით გამსჭვალული წმინდა ადგილია. ამიტომაც ქართული მიწა არ არის მარტო საკუთრება, იგი არის სიწმინდე, რომელსაც უხილავი მადლით ანსდევს, სადაც ღვთისმშობელი გვანიჭებს თავის საფარველს. ამავე დროს ქართული მიწა წინაპართა სისხლით მორწყული სიწმინდე და მათი მსხვერპლის მემკვიდრეობაა. შესაბამისად, მასთან უფრო მეტი სიყვარულით, სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოპყრობაა საჭირო. წმინდა მამები ამბობენ, სადაც სისხლია დაღვრილი რწმენისა და სიწმინდისათვის, იქ მიწა უკვე არ არის უბრალო მიწა, იგი ჟამთა ჭრილებში გვამცნობს ღმერთის მოქმედებას. მისი დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება თითოეული ჩვენი მოქალაქის სულიერი და ეროვნული ვალია. ამიტომ სამშობლოს მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი განზომილებით ვერ შეფასდება. მას აქვს საზოგადოებრივი, დემოგრაფიული და სულიერი მნიშვნელობა. სამშობლოს მიწის განკარგვა უნდა იყოს მოზომილი, გაწონასწორებული და ისეთი გადაწყვეტილებებით გაჯერებული, რომელიც ქვეყნის ერთობას, უსაფრთხოებას და ღვთისმშობლის საფარველს შეუნარჩუნებს სიმტკიცეს. ჩვენი მიზანი არ არის მტრობის გაღვივება, ვინმეს დაყოფა ან უცხოელთა მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნა. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშვიდობას, სიყვარულსა და ღირსეულ ურთიერთობას ყველა ერებთან. თუმცა მშვიდობა არ გამორიცხავს სიმართლის თქმას. თუ სამშობლოს მიწას და ჩვენს თვითმყოფადობას არ დავიცავთ, ღმერთი მოგვაკლებს მშვიდობას და კურთხევას. ეს არის სულიერი რეალობა, რომელიც მრავალმა ერმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ღვთისმშობლის საფარველს ვერ გაერიდები, ისე რომ პასუხისმგებლობა არ მოგეთხოვოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ხელისუფლებას, საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს, რომ ვდგავართ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ სულიერ და ისტორიულ არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი განსაზღვრავს, დარჩება საქართველო მადლით დაფარული ქვეყანა თუ დაიკარგება იმავე დაუდევრობით, როგორც მრავალი ერი დაიკარგა. ღმერთმა მოგცეს გონიერება, სიმტკიცე და შეურყეველი სიყვარული სამშობლოს მიმართ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და მოგვანიჭოს ერთობა, რომ შევინარჩუნოთ ის მიწა, რომელიც მის მიერ არის კურთხეული. და ღირსეულად გადავაბაროთ მომავალ თაობებს წმინდად და შეურყვნელად. სამშობლოს ვინც დაიცავს, იმას უფალი დაიფარავს.